ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტს. პროექტის შესაბამისად იზრდება პროექტის მიხედვით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, კერძოდ 2016 წლის 16 დეკემბერს სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც 24 დეკემბერს ამოქმედდა. კანონის მიხედვით თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში გადასახდელი თანხა მოსაკრებლის 15,000-დან 30,000 ლარია, დღეის მდგომარეობით, ხოლო 2017 წლიდან 20,000-დან 40,000 ლარამდე განისაზღვრება. შესაბამისად, ჩვენ მოსაკრებელს კვარტალში 18,000 ლარიდან ვზრდით 24,000 ლარამდე. მიდგომა არის პრინციპი ესეთი, მინიმალურ ზღვარს პლუს 20% ეს არის ჩვენი მიდგომა, ისევე როგორც ადრე იყო მინიმალურ ზღვარს პლუს 20% განაკვეთი მოსაკრებლის, შესაბამისად ვინარჩუნებთ ამ მიდგომას და ეხლა იქნება 20,000 პლუს 20%, 24,000 ლარი. რაც შეეხება თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელს, მოქმედი კანონმდებლობით 15,500-დან 3,000 ლარამდეა განსაზღვრული, ხოლო 2017 წლიდან კანონში ცვლილებიდან გამომდინარე 2,000-დან 4,000 ლარამდე განისაზღვრება. აქაც იგივე მიდგომაში ვინარჩუნებთ და 2,000 ლარიდან ზრდით 2,600 ლარამდე. აქ უბრალოდ ადრე იყო მინიმალურ ზღვარს პლუს 30% სათამაშო აპარატებთან მიმართებაში. როგორც ამ მოსაკრებლის თითოეულ სახის მიხედვით, როგორც კი იყო ადრე დაწესებული განაკვეთები მინიმალურ ზღვართან მიმართებაში, იგივე პრინციპი გავავრცელეთ ახალთან მიმართებაშიც. რაც შეეხება სისტემური ელექტრონული ფორმის მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთს, ეს არის ონლაინ კაზინო, როდესაც რეალურ რეჟიმში კაზინოა და გადაღება მიმდინარეობს ონლაინ. ამ შემთხვევაში 30-დან 60,000 ლარამდე იყო განაკვეთი და ჩვენ ქონდა 30,000, ეხლა უკვე კანონით 250,000-დან 300,000 ლარამდე გაიზარდა და აქ ვაწესებთ მინიმალურს 250,000 ლარს. რაც შეეხება აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემური ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთს, ასევე კლუბის თითოეულ მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთს რჩება 6,000 ლარი. უბრალოდ ჩვენ დავამტკიცეთ ახალი დადგენილება, ეს არის ახალი დადგენილების პროექტი, რითაც ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცხადდება 2007 წლის 1.5 დადგენილება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნაწილში, ეს გადაწყვეტილება ნაკრნახევი იყო იმით, რომ იმ დადგენილებაში უამრავი ცვლილება შესული და ფაქტიურად, როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ დადგენილებაზე, გადასახადის მოსაკრებლის გადამხდელს კი არა, ჩვენ გაგვიჭირდა რომელია ბოლო ვერსია იმ დადგენილების მოძებნა, აქედან გამომდინარე, ეს ახალი დადგენილება იქნება და იმ ძველ დადგენილებაში ის მუხლები, რომელიც ეხებოდა სათამაშო ბიზნესს, გაუქმებული იქნება, რაც შესაბამისად ასახულია ამ დადგენილების პროექტში. კითხვები კოლეგებო გვაქვს რამე კონკრეტულ რაღაცას? ბატონ კობას უნდა მოვიფიქროთ. შემოსავლებზე როგორ შეიძლება ასახული იქნას? შემოსავლებზე ვარაუდობთ, რომ 20 და 30%-იანი ზრდა, პირდაპირ პროპორციულად არ აისახება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე 20 და 30%-ით, იმიტომ რომ როგორც ვფიქრობთ, რაღაც გარკვეულწილად შემცირებას გამოიწვევს თვითონ რაოდენობის, სამორინეს მაგიდების და სათამაშო აპარატების ქალაქში, თუმცა მინიმუმ 10-12%-იან ზრდას მთლიანობაში ჩამს ველოდებით ჩვენ და ეს უკვე ასახულია წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში, სადაც 2 მილიონზე მეტად იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი წლევანდელ წელთან შედარებით მომავალ წლის ბიუჯეტის პროექტში. იმ თავითვე ამ ცვლილებებით იყო, ცვლილების გათვალისწინებით იყო დაგეგმილი ბიუჯეტის პროექტი. მაინც ზრდას პროგნოზირებთ? მთლიანობაში საერთო ჯამში ზრდას პროგნოზირებთ, იმიტომ რომ იზრდება განაკვეთი, თუმცა რაღაცა რაოდენობით თვითონ შემცირებასაც პროგნოზირებთ, რაოდენობრივად, მაგრამ ეს ნამეტი თანხა გადაფარავს იმ ზრდას და საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ 10%-ით გაიზრდება მინიმუმ 10-12%-ით. ეს კონსულტაციები გავლილი იქნა თვითონ ფინანსის სამინისტროსთანაც, როდესაც ეს განაკვეთები იქნა, ასე ვთქვათ, მიღებული, მათ შორის გაანალიზებული იქნა თითოეული კაზინოს მიხედვით და სამორინეს მიხედვით შემოტანილი თანხები, ასევე შეხვედრა იყო უშუალოდ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თუმცა 10-12%-იანი ზრდა შემოსავლის რეალურია, რაც ასახულია ბიუჯეტის პროექტში. უკაცრავად ბატონო არჩიელე. ერთი კითხვა მექნება დავასრულებ რა. დიახ ბატონო. რომელ ციფრთან მიმართებაში გაქვთ? 15 წლის საპროგნოზო 16 საპროგნოზოსთან მიმართებაში 17 წელს,
16 საპროგნოზოსთან მიმართებაში გაიზრდება 10%, ანუ 16 მილიონი იყო ბოლოს, ხო? არა, 16 მილიონი. 22 მილიონ 650,000 იყო თუ არ ვცდები ბოლო ციფრი. კი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. ბოლო შემოსულობა იყო რამდენი? 21 მილიონ 650,000 და ის იზრდება 10%-ით მინიმუმ, ანუ. და ის რა მაინტერესებს ერთი კი, ბატონო არჩელე. რაოდენობრივი კლების პროგნოზირება რის საფუძველზე გაქვთ, თქვა. ქონდა შეხვედრა, ანუ თვითონ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ისინი ვარაუდობენ, იყო მათი წერილობიც მომართვა ამის თაობაზე, რომ ანუ ვარაუდობენ, რომ რახან ანუ საგადასახადო წნეხი ასე ვთქვათ, გაიზარდა, შესაბამისად, ანუ სათამაშო აპარატების რაოდენობაზე საისახება, თუმცა ეს ცხადია და თავიდანვე ეს ეფექტი რომ ახლა ამ კანონის ასე ვთქვათ მიღებას მოსალოდნელი იყო, ეს დაფიქსირებულია თვითონ კანონის განმარტებით პარაჩის და როდესაც ვთქვათ პარლამენტმა დაამტკიცა ეს კანონი თავიდანვე იყო ეს ანუ გათვალისწინებული რაღაცა რაოდენობით შემცირდებოდა. იმიტომ როგორც მოგეხსენებათ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გარდა ფისკალური ეფექტისა ვთქვათ რაღაცა სხვა ისაუს ასე ვთქვათ შედეგი აქედან გამომდინარე. ჩვენ თავარია რომ ძირითადი მიდგომა არის ის, რასაც ვინ არჩუნებთ, ანუ როგორც იყო მიდგომა ბიზნესთან მიმართებაში, რომ მინიმალურ განაკვეთს პლუს ის რაღაც პროცენტი რაც იყო დაწესებული, ამ პრინციპს და ამ თანაფარდობას არ ვარღვევთ, ანუ. ბატონი თემური და შემდეგ კენჭისყრას. ბატონო არჩილო, ერთი შეკითხვა მაქვს, ეს ცვლილებები ეს ბიუჯეტში ასახვას პოვებს ცვლილებების დროს თუ უკვე არის ასახული? ასახულია უკვე, ხო? არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კი. კი ბატონო და მადლობთ ბატონო ჯაბა. დავაყენოთ კენჭისყრაზე ვინ არის მომხრე. ერთხმათ მიღებულია, დიდი მადლობა კოლეგებო. მესამე საკითხი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკითხებაში საპროგნოზო ობიექტების ნუსხის პრივატიზების გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ. ანუ შეცვლილი რედაქციის ვღებულობთ, ხო ბატონო? არა, იმ კონკრეტულ საკითხს უკვე ამოვიღებთ და იმის გარეშე უყრით მე კენჭს და იმ კონკრეტულ იმას ჯერ მოусმინოთ, ხო? მოგესალმებით, წარმოდგენილი განკარგულების პროექტი. ბატონო თემურ თქვენი ხათრით ეგ ყველაფერი. საპრივატიზებო გეგმას ემატება 6 მიწის ნაკვეთი ჯამურის საპრივატიზებო ღირებულებით 136,500 ლარი და იჯარით გასაცემო ობიექტებს ემატება ერთი ობიექტი მერის ადმინისტრაციულ შენობაში ოთახი ნომერი 24 და ოთახი ნომერი 25 პირდაპირი განკარგვის წესით მისი წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება 1400 ლარის ოდენობით. და დღის საკითხიდან ეგ საკითხი ჯერჯერობით გადავიდა. შეიძლება ჩემს დავაფიქსირებ. კი, გისმენთ ბატონო ჯაბა. როგორც ვატყობ, ვარაუდი არის რომ ამოვიღებთ ამ საკითხს და ბატონო ლაშა იქნებ გვიშვამდგომლოთ და ახალი წლიდან ფრაქცია ბათუმელებს კონდეს თავისი ოთახი. და ამ ოთახით ვისარგებლოთ ჩვენ როგორც საკრებულოს წევრებმა და ორმა მაჟორიტარმა ამ ხო. ოთახი ხო და გამკარგოთ, ისა ვისი ისა და ამ შემთხვევაში მერმა უნდა ისაქნას, ხო? გადმოგცეს. არა, ჩვენ უნდა მივიღოთ მაგაზე გადაწყვეტილება ბატონო ჯაბ. ჩვენთან მოცემას. მოდი რა ვქნათ იცი? ჯერჯერობით საკითხი ღია დავტოვოთ. და მე გავიაროთ, შეიძლება აქ თანხაზეც იყოს ლაპარაკი ბატონი თემურის მხრიდან, რომ 1400 ლარი არის რეალურად ცოტაო. იმას გადავხედოთ, თქვათ, ჩვენ რა შეგვიძლია კიდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცოტა იყოს ბატონო ლაშა. საკრებულო. არა, მე რას ვამბობ მეთქი რა, ბატონო ჯაბა. კაბინეტები. კი, გასაგებია, მესმის, მაგრამ ბატონმა თემურმა სხვა რაღაცაზე გააკეთა კომენტარი. თქვენ აგერ კონკრეტულად იმას ამბობთ. ბატონი თემური მეთანხმება, ოღონდ გამომასახლოს მისი კაბინეტიდან დაჟე ხარჯს დაგვიჭერს. მე გავაკეთე რომ საერთოდ არ უნდა მივცეთ, მაგრამ თუ მისაცემია და მაინც მოვიკლათ, დავი 1400 ლარი კაპიკებია საერთოდ. გეთანხმებით. კარგი, განვიხილოთ, მაშინ შემდეგ და საერთოდ არ უნდა მივცეთ, რატო უნდა მივცეთ? არ გვაქვს ეს ვალდებულება. ჩვენ თავს მივხედოთ, აგერ კიდევ თქვი რომ აგერ ხალხი ქსეროქსი უფრო დიდად ფართობს იკავებს ვიდრე ადამიანი მაგით. გასაგები ამ რედაქციით მაშინ შენიშვნით უყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე? იმ ორი შენობის ამოღებით რა. ასე ქვია, აბა რა, თანახმა. იქ თანხობას ჩვენ გთხოვთ თქვენ და თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ ამოვიღებთ. კარგით, მიღებულია ერთხმად ბატონო კობა თქვენს ხო? მადლობა.
მეოთხე საკითხი არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ხო, პრინციპში აქ სათქმელი ბევრი არაფერია, მოგეხსენებათ რომ ერთი წამ ბატონ თემო. მოგეხსენებათ რომ თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ერთდროულად შეუთავსებელია და გამომდინარე აქედან მოადგილის თანამდებობიდან ბატონი ლაშა პირადი განცხადებით გადადგა და ამ საკითხს საკრებულო ცნობის ჩვენი კენჭისყრაზე დავაყენოთ. არა, ცნობად არა, კენჭისყრა არ ჭირდება, უბრალოდ ინფორმაცია დამტოვეთ მოადგილს. კარგით, მადლობა. ეხლა ჯერჯერობით სტომას დასრულებულად არ ვამბობ, იქედან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ კი და ერთ რაღაცას ვიტყვი და შემდეგ თქვენს კი ბატონო. ესე იგი, ჩემი ექსკლუზიური უფლება არის მოადგილის დასახელების საკითხი და მე მინდა გთხოვოთ კოლეგებო, თუ თქვენი ნებართვით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ერთი საკითხი ჩავსვათ დღის წესრიგში და იქნება მეხუთე საკითხად და მე მინდა რომ დავასახელო მოადგილე. არჩევა რომ მოხდეს მოადგილის. კი. ჩემი პირობა პატივცემულობა. თუ შეიძლება, ბოდიში. ამ საკითხთან დაკავშირებით იცით? თუ შეიძლება რახან ხსნილია ერთ საკითხის შემოტანა მინდა და გთხოვთ. არა, ხსნილია. დღეს წესრიგი ხსნილია. ერთი საკითხი მინდა კენჭისყრაზე დავაყენო. ეს არის ასეთი საკითხი რა. დღეს ძალიან დიდი ნებათაღელვა გამოიწვია. იცით თქვენ ამ პრემიებთან დაკავშირებულმა საკითხმა. ამიტომ ჩვენ ვართ თვითმმართველობა და მე ვფიქრობ, ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, ბატონ დიმიტრი, მიყურებ თვალებში და გეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პრესტიჟი, ეს არის თვითმმართველობის არსი და არავის არ აქვს უფლება ქვეყანაში, პრეზიდენტსაც კი ჩაერიოს თვითმმართველობის უფლება მოცილებაში. აქედან გამომდინარე, მე მინდა დავსვა ასეთი საკითხი, რომ ერთხელ და სამუდამოდ რომ დამთავრდეს ეს თემა, თბილისის საკრებულო მესტემა იცით თქვენ მოაგვარა და პრემიების საკითხია. ეს საკითხი თავის დროზე მე ჩვენმა ფრაქციამ დავსვით საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე, მაგრამ რაღაც ვერ მოხერხდა ადრე ბატონ ირაკლის დაუსვით ეს საკითხი, რომ ყოფილიყო ხელფასი, როდესაც ადამიანს ეცოდინებოდა თუ რა არის მისი ხელფასი. აქედან გამომდინარე პრემიების საკითხი, მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნდა არასწორი იყო. მაშინ თუ გახსოვთ, მე და თემური ამ საკითხს არ დაუჭირეთ მხარი და მაინც როგორც იყო ადრე ისე გავიდა. აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, ხვალ ჩავატაროთ საკრებულოს სდომა და ჩვენ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ მოხსნათ პრემიები და დავაწესოთ სახელფასო სალდოები. ამით დამთავრდება ლაპარაკიც და არ ვიქნებით არავისზე დამოკიდებული. თუ შეიძლება. ესე სამართლებრივად სავარაუდოდ კონი შეუძლებელი იქნება. მაგრამ გისმენთ ბატონ თამაში. უერთდები და ნუ ამ შემთხვევაში არა მარტო პრემიები, არამედ ბატონ ჯაბას და სხვა დეპუტატებს თუ გაეზრდებათ სარგო ესეც არ იქნება სულ. შეგონ ბატონ თამაშს ვერ გავიგებ. გონი პარლამენტი ხო და მაინტერესებს თქვენ ინფორმირებული ხალხი ხართ. ეს ინიციატივა ვინ შეიტანა საერთოდ რომ არათანამდებობის პირს კონდეს სარგო 400 ლარი თუ რა ვიცი. პარლამენტმა მიიღო. ინიციატივა ვისი იყო რომ მაგის სურათი რესპუბლიკური საახალწლოდ დავკიდო. დააბრალე ახლა რესპუბლიკური პარტია. არა, ის კაცი რესპუბლიკური პარტიის წევრი დღეს თუ იმას აბრალებთ. შერგელაშვილს. არა, ეს იყო პარლამენტის გადაწყვეტილება და იყო არასწორი გადაწყვეტილება, რა თუნდა. ინიციატივა იყო იმის, რა ქვია, ირაკლი ალასანიას. ავიცე ვისი იყო. ხოდა. ირაკლი ღარიბაშვილი იყო მთავრობის თბილისის მთავრობა არის პასუხისმგებელი მთავრობის თავმჯდომარე ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ინიციატივასთან დაკავშირებით, რასაც ერთი წუთი და გიხსნი ახლა რა, რასაც ღებულობს პარლამენტი. პარლამენტში რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს 11 კაცს. დანარჩენები იყავით თქვენ რა. ბატონებო, გისმენთ ხალბატონინო? არა, მაინტერესებს ინიციატივა ვისი დასმული იყო მეთქი. გითხარი მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის. მეტი რა ღარიბაშვილის სურათი უნდა დავკიდო ახლა სახში? ხო, რა კიდე რა გენაღლება. გისმენთ ხალბატონო? ესე იგი ბატონო თავმჯდომარე. დიახ, უკაცრავად რა, უკაცრავად ბატონებო რა, მოусმინოთ ხალბატონ ნინოს. ის რომ დღეს ასეთი ამბავია პრემიებთან დაკავშირებით, დანამატებთან დაკავშირებით,
ის რომ გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას 10%-იანი შემცირება სხვადასხვა ხარჯების, ეს ალბათ ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, ხო? და თქვენ როგორ მიგაჩნიათ ახლა რამდენად საჭიროა, რამდენად ფინანსურად გამართლებულია თავმჯდომარის მოადგილის პოსტის, ასე ვთქვათ, შემოღება და ამაზე კიდევ რჩება. მე გაგცემ პასუხს, რა თქმა უნდა. ეს პოსტი შემოღებულია უკვე ქალბატონო ნინო და ყოველ შემთხვევაში ახლა ვაკანტორად ყოფნას მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ბათუმისათვის და თავის დროზე მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება, როდესაც მივიღეთ და რეგლამენტში რადგან რომ 200,000-ზე მეტი არის მაცხოვრებელი, ქალაქ ბათუმს ერგება ორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. აქედან გამომდინარე არის მოგეხსენებათ ორი სფერო, რომელიც ინფრასტრუქტურული ნაწილი ქვია და მეორე სფერო, რომელიც განათლების საკითხი ქვია და ამიტომ იყო ეს და ვთქვათ ჩვენ არ მეგვიღია ეხლა ამ წუთას და მე უბრალოდ ჩემ ექსკლუზიურ უფლებას მინდა გამოვიყენო დღეს და უბრალოდ მოგიწოდოთ რომ ხარი დამიჭიროთ რომ დღის წესრიგში ჩაისვას უბრალოდ საკითხი. მეტ პასუხს მქონი ვერ გაქვს. მოდი დავაყენოთ კენჭისყრაზე რომ მეხუთე საკითხად დაემატოს, დიახ. რა მაინტერესებს ახლა ბატონ ირაკლის ინიციატივას თუ განვიხილავთ რომ ხვალ შევიკრიბოთ და რაღაცა დამატებითი ნორმა მივიღოთ დანამატებთან დაკავშირებით თქვენაბოთ მაშინ იქნებ ხვალ ჩატარდეს ყველაფერი ხო? ბატონმა ლაშამ დააყენა უკვე საკითხი და ჩვენ უბრალოდ ახლა იმ კონკრეტულ საკითხს ბატონმა ირაკლიმ რომელიც ახსენა ამას ესეთი ფორმით ვერ შევიტან დღის წესრიგში რომ ვთქვათ ეხლავე განვიხილოთ და ეხლავე ჩვენი ხელფასების რეგულაცია მივიღოთ ან დამატება მივიღოთ. დიახ, ვიცით რომ არც გითქვიათ ბატონო ირაკლი და ბატონ ყობას აუხსენი უბრალოდ რომ მაგასთან დაკავშირებით ვაპირებ მერთან შესვლას და რაღაც საერთო პოზიცია თვითმმართველობამ ბარემ ერთიანად გავიაროთ, იმიტომ რომ ცალკე რო არ გამოგვივიდეს თქვათ ამ 10-11 მე რა მაინტერესებს ჩვენ თუ ისეთივე დღეში ვართ როგორც მთელ ქვეყანაში არის თვითმმართველობები, მაშინ მე ამაში არა, მე უბრალოდ მინდა მერთან გავიარო დაახლოებით თვითონ რას გეგმავს, იმიტომ რომ რაღაც გუნდური პრინციპები გამოვიყენოთ, თუ თვითონ არ არის მზად, ჩვენ დაახლოებით მზადა ვართ მაინც კონკრეტულად ჩამოყალიბებული არის ჩვენი საფინანსო სამსახურის უფროსი და სამსახურის მეთქი კომისიის და ამიტომ კომისიებზე გავივლით მე უბრალოდ ერთი დღე მომეცით იმისათვის რომ ეს საკითხი გავიაროთ. შეიძლება უპასუხებს ეს მარტო ბათუმთან მიმართებაში ასეთ დამოკიდებულება? ეხლა ერთი რაღაცა არის რა. თუ ყველას იგივე. მე გამოვდივარ მეგობრებო ინიციატივით რომ ხვალ ჩავატაროთ საკრებულოს სტომა და საკრებულოს სტომაზე ჩვენ ვიმჯელებთ ამ საკითხზე. ახლა მე ბატონ ლაშა თქვენ დიდ პატივს ვცემ რა ძალიან ბევრი დღეა მესმის რომ უნდა შეაჯეროთ იმასთან მერიასთან ჩვენ მერიასთან არაფერი არ გვესაქმება ჩვენ გვაქვს ჩვენი დამტკიცებული ბიუჯეტი ჩვენ გვაქვს ჩვენი სახსრები რომელიც ეხლა ჩვენ მივიღეთ ზუსტად დღეს უკვე სახელმწიფო ფონდს ჩვენ არ ვეხებით არც გადამეტებ პირიქით უფრო ნაკლები არის და ვამხლობთ 10% დააგდება 10% აგდება აქედან გამომდინარე ჩვენ რო არ იყოს უქმე დღეები წინ და დღესასწაულები მაშინ ამ საკითხს ასე არ დავსვამდი მე უბრალოდ პრევენციას ვიწყებ, რომ მოვასწროთ ეგ საკითხი და გარკვეული იყოს და ახალი წლიდან ჩვენ გვეცოდინება ვის როგორი სამუშაო ანაზღაურება გვექნება, აქედან გამომდინარე ხვალ დავნიშნოთ საკრებულოს სტომა, თქვენ იქამდე მერსაც დაელაპარაკეთ, სათანადო ორგანოებსაც, ვისაც გინდათ იმას დაელაპარაკეთ, ჩვენი ფრაქცია ამას სვამთ, რომ მოდი ხვალ ჩავატაროთ საკრებულოს სტომა და თქვენ მოხვალთ თქვენი წინადადებით. გავა, არ გავა და ბიუროც იქნება დღეს მოსაწვევი. ხო, გარკვეული ვიქნებით. ამიტომ შესაძლებელია ჩვენ სტომა ჩავნიშნოთ პირველ საათზე 11 საათზე ჩავატაროთ. ბატონო ირაკლი, მე რამდენადაც ვიცი დღეს მე და ჩვენთან ერთად კიდე რამდენიმე მიემგზავრება ქალაქიდან. წინ მას თუ თქვენ გადაწყვეტ მე წინასწარ მაშინ ბოდიშს მოგიხდით. სამი კაცი მიდის იქით. ჰა? კორმს ავათაებთ რა. ხო, მაგრამ ჩვენ ისე არ გვინდა რომ რაღაც საკითხი არ დარჩეს იმის მიღმა და ლაშა რა, ერთი ამბავია. ლაშა დამოუკიდებლობას თუ ჩვენ ლაპარაკობთ დამოუკიდებლობაზე, ჩვენ ხვალ დავნიშნოთ საკრებულოს სტომა და ახლა ვინც არ მოვა, ეს პასუხისმგებლობის საკითხი უკვე რა, ახლა ერთი ამბავია. ბატონო
ის არ მოვა პასუხისგებლობის. არა, პასუხისგებლობის. არა, მაგ კონკრეტულ დამოუკიდებლობის შემთხვევაში გეთანხმებით. თამას მაგ პასუხისგებლობაზე ავლაპარაკობ. არ დაგიჭერენ ნუგეში. ვინმეს გაჯას კი არ ვითხოვთ რა. მოდი დღის წესრიგთან დაკავშირებით კისევლე ისე მე ვინ არის მომხრე რომ მეხუთე საკითხად დაემატოს ეს საკითხი. მოიცა, მაშინ ეს საკითხიც გავარკვიოთ. არ არის ბატონო თემურ დღევანდელი დღის წესრიგის საკითხი მეთქი და ხვალ არის 30 და ზეგა 31. მაშინ შენ გადაგდის მომავალ წელს ეგ საკითხი. დავასრულოთ, ორი თვეა ბოლოს და ბოლოს ისეთ იმაში ვარ მდგომარეობაში რომ ახლა 1-3 დღე ითulis რამეს რო 3 დღე არ გამოგივა შენ უკვე 15-მდე მაგას ვეღარ მოახერხებ და იქითაც იკარგება ასე არა ახლა ვინ არის მომხრე ვინ არის წინააღმდეგი ქალბატონო ნინო მადლობთ და ბატონო გია თქვენ მომხრე ხართ კარგით ვალალაშა მე ვითხოვ ჩემ მიერ დაყენებულ საკითხს უყაროთ კენჭი თუ არ გავა ბატონო მაგი ბიუროც დაგჭირდება ბატონო ბიურო გავაკეთ პირდაპირ ბიურო გავაკეთოთ ბატონო ირაკლი მაშინ მიხდით ხოლმე ამ ბიუროზე დღეს უნდა მოვიწვიოთ გინდა არ გინდა ბატონო სულიკო პროცედურები მაშინ თუ შეიძლება და 1-5 წუთი მივცეთ არა მაგას კი არა პროცედურას გეკითხება საგრებულოს თომასთან დაკავშირებით ლომის შემდგომ დავჭერთ ბიურო და ბიურო ვიმშელოთ მაგას. კარგი, გასაგებია. მაშინ ახლა დავაყენოთ ისა, მე მინდა ჩემი ექსკლუზიური უფლება გამოვიყენო და ჩემ მოადგილეთ ბატონი ირაკლი მიქელაძე და მე მინდა რომ დავიწყოთ პროცედურები. მოკლედ ბატონებო, პროცედურა გარკვევით ცნობილია, იურიდიული კომისია განახორციელებს ხმის დაცვის პროცედურას. კომისიის რა არ უნდა? არა, რა ხელისაწევი ფარულისგან ჭესყრითა. ბატონი ვაჟარამიშვილი და ბატონი პარმენ მგელაც. ძალიან კი მიჭირს, მაგრამ თანახმოვდანდებით? თანახმოვარ ამ შემთხვევაში. თანახმახ. ბატონი ლაშა სირაბიძე. მიდი შენ. მოვიდე? სადაა უკვე? ბატონი რაგლი ჩავლეიშვილი ბატონი თენგიზ აფხაზავა ქალბატონი ნინო ბერაძე ალბატონი ნატალია ზოიძე ბატონი ვაჟა რამიშვილი ბატონი თეიმურაზ ყურაშვილი ბატონი თეიმურაზ ორაგველიძე ყურაშვილი არ მოვიდა ბატონი კობაჩხეიძე ბატონი თეიმურაზ ყურაშვილი ბატონი პარმენ მგელაძე ბატონი ჯაბა ვერიძე მოემზადოს ხო ბიულეტენი კი ვაჟა მოდი რაფერი იყავე მოიყავე ბატონი ჯაბა ვერიძე ბატონი დიმიტრი ჭეიშვილი
სხვა თქვა თვითონ. მე სხვა ამბობ, ჰა. ისა დასტო. ბოლო მარტო წაგიყვან. ია, კაია. ხელმოწერა. უარს იტყვი? გუზიშვილი იყო მესამე, ავისუნე. რატომ ვარ აქ? მე რა ვიცი. კინწურაშვილი. ბატონი თამას თურმანიძე. დიმული. დიმა. რა პრეტენზიები ქონდა აგერ? ანდღულაძე შეძლებოვითა. ნაციონალებისაც შემოვხაზე ვუყურე. არულობას ნარღვე. მოაწერე დაზოხე. მისტერ მასენი. ბატონი თეიმურაზ ვასილაძე. აი ზე პირად ვიძახებთ რაცა იქნება. თეიმურაზ ვასილაძე ვშეგა. მე და მეათე. აგე მეათე ხართ? შემდეგი ვიღა. მეათე ხართ. დარჩა. თეიმურაზ ყურაშვილი. იყო ყურაშვილი. ბატონი დიმიტრი დარჩია. ძმებო. ბატონი გიორგი კაკაბაძე. დიმიტრი დარჩია, ოკეი. გაგვიბათილდება მე-16. კაკაბაძე არ ღებულობს? არა. აბა ვინ დაგვრჩა? მე ბოლოს. ლევანი კი ბატონო, მაგრამ აქ ყველა წევი და წევი და ლარისა არ ყავს. ევო, შენ მიდი. კითაჯერა, ნოდარა, პარმენა და ფრიდონა და კაკაბაძე არ ღებულობს, გოჩა და ბატონი ირაკლი მიქელაძე. მე და და ბატონი ლევან კინძურაშვილიც და მეგონი მე არ დაგვრჩა რა. გადახაზ. მისტერ, აქ ხელმოწერა. თავაზიანობის ბოლოს ჩაქვს. ესე იგი რა ხდება? ლევანას მოაწერე და ეთვალე. ეთვალე. 1 2 3 4 5 6 7 8 17. ვინო ვერაზე იყო? ჰა? ვინო ვერაზე იყო? არა ხო? ვინო ვერაზე ვერა იყო? იყო? ხო. 17. აი. რამდენია? ერთმა თავი შეიკავა, ხო? პატივცემულო კოლეგებო, მოკლედ. კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა 17-მა კოლეგამ, ერთმა თავი შეიკავა. შედეგებს მოგახსენებთ 2 წუთში. მონაწილეობა კენჭისყრაში. თან ვითვლი 1 ეს რა თითვლება? წინააღმდეგ, ხო? მან ყველა თანახმა? ყველა თანახმა? მოკლედ, პატივცემულო კოლეგებო, როგორც მოგახსენეთ, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 17-მა დეპუტატმა, აქედან მხარი დაუჭირა 16-მა, ერთი წინააღმდეგი. გისმენთ, ჯერ პირველ რიგში მე მინდა ბატონ ირაკლის მიულოცო, წარმატებები უსურვო და კი, და ინფრასტრუქტურულ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი, რომელიც ნამდვილად ბოლომდე თავის ამ ნაკისრებ მოვალეობას აუცილებლად პატიოსნურად შეეჭიდება და ინფრასტრუქტურულ ნაწილში მიიღებს ძალიან ბევრ
არ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო ირაკლი. გისმენთ ბატონო თამას? ბატონო ირაკლი გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ. შეიძლება ესე ითქვას, რომ მე ამ პროცესებს უფრო ადრე ველოდებოდი გაცილებით, ვიდრე დღეს ეს ხდება, ან გუშინ წინ ეს ხდებოდა. ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო, ბევრი რაღაც ან სხვანაირად შეიძლება მომხდარიყო, თუმცა არასდროს არ არის გვიანი გადაწყვეტილებების მიღება, არასდროს არ არის გვიანი ის, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ. არასდროს არ არის გვიანი ის, რაც დღეს დიმამ განაცხადა და თუნდაც მე ეს რაღაც ფორმით ჩემი აზრს გაიზიარა და ასე შემდეგ. თუ მაქსიმალურად ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებით ჩვენს მომავალ საკრებულოს, უფრო გაუადვილდება იმ პროცესის გაგრძელება ჩვენი დამოუკიდებლობის და თვითმმართველობის არსის გაგრძელება და მე ვფიქრობ, რომ ამაში შენ დიდ როლს შეიტან, ასე ვთქვათ, ამ საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ, ბატონო ირაკლი. ქალბატონი ნინო? ბატონი ირაკლი, გილოცავ, თუმცა ხმა მე არ მომიცია რომ იცოდე წინასწარ. უბრალოდ კარგი იქნებოდა, რადგან თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, ეს თქვენი პრეროგატივა, როგორც თქვით, ამ თანამდებობაზე პოსტფაქტუმ ლაპარაკი, რა ვიცი, აზრს მოკლებულია, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ თქვენი გუნდიდან დაგესახელებინათ ქალი. ამ შემთხვევაში ნამდვილად დაუჭერდი მხარს. სამწუხაროდ აქ ქალების უფლება შეზღუდულია. ეს შემთხვევა ქალბატონ ნინო, სადაც მეც დაუჭერდი მხარს. ხო არ გინდათ კიდევ ვინმეს მილოცვა თუ ბატონო ირაკლი? ნამდვილად ბატონი თემური? ბატონი ირაკლი მინდა მოგილოცოთ. მე მინდა გავაჟღერო რომ რახან ქალბატონმა ნინომ ესე იგი თქვათ გაახმოვანა რომ ის ერთი ხმაც ნამდვილი მან იყო, მაგრამ მე სიმალდე გითხრა თავი დავისგვია და იქ წერტილი დავსვი ერთ ადგილას, რომ კითხვა რომ გაჩენილიყო, ჩემი ხარდაჭერა ნახდათ ქონდა. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს. შეიძლება მოგლედ უღრუბესი მადლობა ბატონო ირაკლი 2016 წელი თქვენთვის იყო მე ვფიქრობ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული. უპირველესად ის რომ დაქორწინდით, შემდეგ ძალიან დიდი წინსვლები გაქვთ ერთ წლის განმავლობაში იყავით ფრაქციის ხელმძღვანელი, ეხლა გახდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ასე ვთქვათ, ჩემი კოლეგა, გისურვებთ წარმატებებს და 2017 წელი უფრო მეტის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. დიდი მადლობა. ოც გამეხარდება თქვენი წისვლა. ასევე, გაიხარეთ. არა. გისმენთ ქალბატონო ნატალია? შეთ. არა, ჩართულია თქვენი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, სხდომა დასრულებულია, კიდევ ერთხელ დამდეგს გილოცავთ და გისურვებთ ყველას წარმატებებს.